გამარჯობა, მოგესალმებით ყველას YouTube-ზე დვალიშულთან, მოგესალმებით ისევ კვიპროსიდან და ლიმასოლიდან, სადაც ვიმყოფებით უკვე რამდენიმე დღეა და დავრჩებით. ბუნებრივია იქამდე, ვიდრე საქართველოს ნაკრები აქ ჩაატარებს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს. დღევანდელ ვიდეოში გვინდა შევაჯამოთ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული ორი მატჩი, შესაბამისად იტალიასთან და საბერძნეთის ნაკრებთან, ორ ძალიან მძიმე და პრაქტიკულად ევროპირველობის ფავორიტ მეტოქესთან. საკმაოდ რთული დღეები გამოდგა, თუმცა ვიდრე უშუალოდ დავიწყებდე აი ამ დღეების შეჯამებაზე საუბარს, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი YouTube არხის დვალიშულთან და ზოგადად ჩვენი პლატფორმების გენერალური სპონსორია კომპანია ლიდერ სპორტი, სპონსორები კი არიან ასევე ლიდერი კომპანიები თავიანთ სფეროში, ეს არის კომპანია ლაგი და კომპანია ვიტამინი და აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასაც, რომ იმ თითოეული ვიდეოს წარდგენი, რომელსაც ჩვენ აქედან გთავაზობთ, არის კომპანია არქი. მოკლედ, რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ ვიდეოს, დღეს მინდა წინა ვიდეოს მსგავსად ეს პარალელები ვაკეთოთ ჩემს საუბარსა და იმ ვითარებას შორის, რაც უფევდა თამაშებზე და თამაშის წინ სპიროს კიპრიანუს დარბაზის ირგვლივ და დავიწყოთ რასაკვირველია პირველი შეხვედრით, ანუ 30-ის შეხვედრით, იტალიასთან გამართული მატჩით, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და შესაბამისად ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ესპანელების მსგავსად საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრაში შეძლებდა გამარჯვების მოპოვებას, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და ამას ჰქონდა თავისი რასაკვირველია მიზეზები, მაგრამ პირველი რაც მინდა გითხრათ ესპანელებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ რეალურად ჩვენ მაინც ასე თუ ისე შევაფასეთ ჩვენი ძალები და ეს იყო ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის რომ ჩვენ გავემგზავროთ რიგაში ამისაც კიდევ გვაქვს თამაშები მოსაგები თუმცა ეს შეგვეძლო კიდევ უფრო დიდი ნახტომი გავეკეთებინა იტალიელებთან მატჩი მოპოვებული გამარჯვების შემდეგ თუმცა ეს არის სპორტი ეს არის კალათბურთი და ყველაფერი ხდება ხან წააგებ ხან მოიგებ თუმცა ქართველი კომაგების მოლოდინი სწორედ ასეთი იყო მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი და ეს მომენტი არის мотивация რომელიც გაცილებით უფრო მეტი ქონდა იტალიის ნაკრებს გამომდინარე იქიდან რომ მათ სასტარტო შეხვედრა ჩვენგან განსხვავებით დათმეს და როგორც ჩანს мотиваციაში იტალიელებმა გვაჯობეს თუმცა გულშემატკივრების мотиваცია ნამდვილად დიდი იყო ამიტომ მოდით გადავინაცოთ იმ ტერიტორიაზე სადაც თამაშის წინ იკრიბებიან გულშემატკივრები და მათ შორის რასაკვირველია ქართველი კომაგები და ნახოთ როგორი განწყობით მივიდნენ სპიროს კიპრიანუს დარბაზთან ქართველები გამარჯობა მოგესალმებით ყველას მოგესალმებით YouTube არხზე დვალიშულთან და ტრადიციულად გესალმებით ლიმასოლიდან როგორც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებით ლიმასოლში სადაც მიმდინარეობს ევრობასკეტი რომელიც ჩვენთვის ძალიან მაგრად დაიწყო თუმცა ვიდრე დღევანდელ პირველ ვიდეოს შემოგთავაზებთ აუცილებლად მინდა გითხრათ რომ ჩვენი არხის YouTube არხის დვალიშულთან და ზოგადად ჩვენი პლატფორმების გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტის სპონსორები კი არიან თავიანთ სფეროში ასევე ლიდერი კომპანიები, კომპანია ლაგი და კომპანია ვიტამინი და ასევე კომპანია არქი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, სულ ცოტა დრო რჩება, ვიდრე საქართველოს ნაკრები გავა მოედანზე და ჩაატარებს ევრობასკეტზე თავის მეორე შეხვედრას, ამჯერად უკვე არანაკლებ ძლიერ და მრისხანე მეტოქესთან ვიდრე იყო პირველ შეხვედრაში და ეს არის იტალიის ნაკრები. ეს არის ის ადგილი, სადაც მატჩის წინ იკრიბებიან გულშემატკივრები და როგორც ხედავთ, ქართველების სიმრავლე ისევ არის, რა თქმა უნდა, თუმცა ერთი თვალშისაცემ დეტალს მინდა ხაზი გაუსვა. განსხვავებით პირველი შეხვედრისგან, როდესაც თიზზე ჩამოსათვლელი იყვნენ ესპანელი გულშემატკივრები, დღეს ცოტა სხვაგვარი ვითარებაა, იტალიელი კომაგიც უამრავია მოსული თავისი გუნდის საგულშემატკივროდ და იმედია რომ ამათ დამწუხრებულებს გაუშვებთ თამაშის მერე. აი ქართველების დამოკიდებულება ზუსტად ასეთია და ასეთი განწყობით უნდა ვიყოთ ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მოკლედ აი ამ სურათიდან გამომდინარე მე მექნება სავსებით შტაბეშტილება, ლოგიკური შტაბეშტილება იმაზე რომ როგორც მოედანზე ტრიბუნაზე ძალიან დიდი ბრძოლა გაჩაღდება გულშემატკივრებში და ფიქრობ და მაგ ძალიან დიდი სურვილი
რომ როგორც წინა შეხვედრაში იყო, მოედანზეც და ტრიბუნაზეც ყველაფერი დასრულდება ისევ და ისევ ქართველი გულშემატკივრების და ქართველების გამარჯვებით. მოკლედ ძალიან საინტერესო დღე გველის დღეს სულ რამდენიმე საათში ჩვენ უკვე გვეწოდინება გადავალთ თუ არა რიგაში. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები და რა შედეგი დაასრულებს დღევანდელ შეხვედრას. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ უკვე გარანტირებული გვაქვს რიგაში თამაში. ამის გარდა დაგვრჩება კიდევ 3 მატჩი ჩასატარებელი და შემდეგ უკვე იქნება მთავარი ამბავი ის, რომ ჩვენ რაც შეიძლება მაღალი ადგილით გავიდეთ მომდევნო ეტაპზე და იმ საუკეთესო ევროპულ ნაკრებებს შორის ვეთამაშოთ შედარებით უფრო სუსტ, მოდით ასე ვთქვა, თუმცა რიგაში სუსტი ნაკრები არ იქნება. განწყობა და მოლოდინი მართლაც ოპტიმისტური იყო, თუმცა საბოლოო ჯამში ეს შეხვედრა ჩვენ ვერ მოვიგეთ და არადა ყველაფერი კარგად დაიწყო, ესეც უნდა აღინიშნოს ერთი გამონაკლისის გარდა, რომელმაც უკვე ბოლოში იჩინა თავი და ეს იყო მომენტი, როდესაც თორნიკე შენგელიას უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი პრეისტორია და ეს პრეისტორია იყო, რომ ის იყო, რომ მატჩის დაწყებიდან საჯები ასე თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვან შეცდომებს უშვებდნენ, მაგალითად მე პირადად დამრჩა ისეთი განწყობა, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში შეხვედრის საჯები ცდილობდნენ, რომ გაცილებით მეტი უპირატესობა მიენიჭებინათ, თქვათ ამ შემთხვევაში იტალიის ნაკრებისთვის და თუ რაში გამოიხატება ეს, გამოიხატება იმაში, რომ თქვათ ჯარიმები, ბურთის ფლობა, იგივე იყო ეპიზოდები, როდესაც იკარგებოდა ბურთი, ჩვენ უნდა გაგვეგზელებინათ თამაში, თუმცა იტალიელები სასარგებლოდ იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში ამან როგორც უკვე აღვნიშნე, იჩინა თავი, ამ მომენტს ჩვენ აუცილებლად შევეხებით და შევეხებით ვერდიქტსაც, რომელიც გამოუტანეს თორნიკე შენგელიას. მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ იტალიელთა мотивация მართლაც გაცილებით უფრო დიდი იყო ვიდრე ჩვენი და მათთვის ამ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვიდრე ქართველებისთვის ეს მატჩის შედეგზე საბოლოო ჯამში აისახა, თუმცა ამას ვერ ვიტყვით პირველ ტაიმზე, რომელიც 32-ით 32 დასრულდა. კარგი პირველი და მეორე მეოთხედი ჰქონდა და შესაბამისად შესვენებაზე გავედით საყაიმო შედეგით და ბუნებრივია დარბაზში ქართველ გულშემატკივარს საწუწუნო ნამდვილად არაფერი არ ქონდა და ასეც იყო. შეგვიძლია ეს ვიდეო შემოგთავაზოთ. მოკლედ ძალიან მაგარი პირველი ტაიმი იყო, რომლის დამთავრებამდეც 5 წამია დარჩენილი, ჯერჯერობით ანგარიში თანაბარია 32 და ასეთ დამთავრდა პირველი ტაიმი და ერთი ქართველი გულშემატკივარი რა თქმა უნდა ვიმყოფებით იქ, სადაც არიან ქართველები და ბუნებრივია არ უნდა იყვნენ უკმაყოფილო პირველი ტაიმის შედეგი ძალიან მძიმე პირველი მეოთხედი და მეორე მეოთხედი იყო, თუმცა ყველაფერი წინ არის და შესაბამისად ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, სურვილიც და შესაძლებლობაც, რომ ეს თამაში მოვიგოთ. 32 ამ ანგარიში გავიდნენ გუნდების შესვენებაზე და ძალიან მაგარი მძიმე რასაკვირველია და სანერვიულო ორი მეოთხედი გველის წინ. ყოველ შემთხვევაში ქართველი გულშემატკივრების ემოცია მაინც ოპტიმისტური განწყობა და ბუნებრივია ასეთ გაგრძელდება. უნდა მოვიგოთ. ასეთ გაგრძელდება ბოლომდე, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარია, რომ უკვე მეორე თამაშია ქართველი გულშემატკივრები ჯაბნიან მეტოქეთა გულშემატკივრებს და დღეს რაოდენობითაც უგებთ. წარმოიდგინეთ ჩვენ ესეთი პატარა ერი ვართ სამშობლოდან ძალიან შორს და ვეთამაშეთ პირველი თამაში ესპანეთს, მოვუგეთ იქაც მოედანზე და აქაც ტრიბუნებზე და დღეს თამაშობთ იტალიასთან. ჯერჯერობით ანგარიში თანაბარია, მაგრამ ტრიბუნაზე გარწმუნებთ, რომ ძალიან მაგრა უგებ და ეს არის აი ამ ადამიანების დამსახურება. ქართველების
რომლებიც მრავლად არიან ლიმასოლში და შესაბამისად საოცარ გარემოს ქმნიან სპიროს კიპრიანუს არენაზე და სპიროს კიპრიანუს დარბაზში, სადაც ახლა ქართულ ცეკვას ადევნებ თქვენ თვალს, ესეც თავისთავად ცხადია ჩვენთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის და ქართველი კალათბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ ჩვენებმა მიაღწიონ წარმატება და ღრმად წავს, რომ ასეც იქნება. მოკლედ, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართველები რასაკვირველია, აქაც ძალიან ბევრი არიან და მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით, როდესაც კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ და ბუნებრივია პირველი ტაიმის შემდეგ მათ უნდა ვკითხოთ თავიანთი მოსაზრება, აინტერესებს თქვენი აზრი, აი რას ფიქრობთ დღე პირველი ტაიმის არ გაუკეთო პირდაპირ იყოს ეს პირველი ტაიმის შესახებ მინდა კითხო. ესე უნდა ვიბრძოლოთ და არ დავნებდეთ და ყველა თამაშს მოვიგებთ. ამისთვის ვართ მოსულები, რომ ყველა მოვიგოთ. ჩვენ ძალიან მაგარი ბიჭები ვხავთ და შემართებით, აბა. ვიზზე ნაკლები ვართ? ქართველები ვართ. სამესი არაგველი. აბა რა, ვიგებთ ყველა. კარგია, ესეთი განწყობა რო არის, რასაკვირველია და შესაბამისად მე მინდა რომ ეს განწყობა შენარჩუნდეს ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს, როგორც უკვე აღვნიშნე, ამბიციაც, სურვილიც და შესაძლებლობაც იმისა, რომ შევძლოთ ამ შეხვედრის მოგება რიგაში გადანაცვლება და რიგაშიც რასაკვირველია წარმატებით თამაში. ქართველებს მინდა კითხოთ, ბიჭებო, თქვენი მოსაზრება პირველი ტაიმის შესახებ. ვერ ვლაპარაკებ. ბევრი სანერვიულოა. და მოვიგებთ უეჭველი, აი და ელოდით ესეთ დაძაბულ თამაშს, ესეთ დაძაბული თამაში რო იქნება. კი, დაძაბულს ველოდით. ასე დაძაბულობას ველოდით, იმიტომ რომ ესპანეთთან ისეთი მატჩი ჩატარდა, რომ აუცილებლად ასე უნდა მოხდეს. ნახოთ რა იქნება. იმედი ვარ ჩვენი ბიჭების ძალიან მაგარი. პირველი ტაიმის შედეგი გაკმაყოფილდა. წარმატებები. უნდა მოვიდე ხა თქვენთან და კითხოთ პირველი ტაიმის შესახებ, რას ფიქრობ და როგორ ფიქრობ. შეგითხარ. გამახსენე? ეს უეჭველი იტალია და საბერძნეთი ჩვენი. კვიპროსის მაშინა. ეს ორი თამაში. ზართული მატჩია დღეს ფაქტიურად იტალიისთვის არის ფინალი რა, ასე გამოდის ჯგუფში ისეთ სიტუაცია. ველოდით რა, ეგეთ დაძაბულ მატჩს. ნახოთ რა იქნება რა. ამ ეტაპისთვის მე მგონი ნორმალური შედეგი. წარმატებები საქართველოს. კი, წეღა ვიხუმრებ, არა აუცილებლად. ნუ რა შეიძლება მესამე და მეოთხეც იქ უკვე ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ უპირატესობის დათმობა და შესაბამისად ვეღარ მივახციეთ იმ შედეგს, რა შედეგის მიღწევაც გვსურდა, მაგრამ აქ ტრაგიკული აბსოლუტურად არაფერი მომხდარა, უბრალოდ თვითონ ფაქტი ის რომ ჩვენ წავაგეთ ეს შეხვედრა გაცილებით უფრო ამ შემთხვევაში мотивაციას მოგცემდა მომდევნო შეხვედრებისთვის და რეალურად ჩვენ ისედაც ვიცოდით რომ თავარი აქცენტი უნდა გავეკეთებინა კვიპროსისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის შეხვედრებზე, ამაზეც უნდა მოგვიანებით ვისაუბრებთ, იქამდე კი მოდით კიდევ ერთ ვიდეოს შემოგთავაზებთ უშუალოდ დარბაზიდან უკვე მატჩის დასრულების შემდეგ რა ვითარებაც იყო და მე ვფიქრობ რომ აი ამ ვიდეოში აბსოლუტურად ყველაფერია ნათქვამი იმ დღის შესახებ და იმ შეხვედრის შესახებ. სამწუხაროდ წავაგეთ დღევანდელი შეხვედრა, წავაგეთ 78-62, თუმცა მე აქვე აუცილებლად მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ დღევანდელ მარცხში ტრაგიკული აბსოლუტურად არაფერი არ ხდება, ჩვენ გვაქვს ერთი მოგება, ერთი მარცხი და წინ სამი თამაში შეხვედრები ჩასატარებელი ხვალსაბერძნეთთან, შემდეგ უკვე კვიპროსთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ერთი გამარჯვება, მინიმუმ ერთი გამარჯვება, რომელიც აუცილებლად იქნება, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო მეტის შესაძლებლობაც და ამბიციაც და ასეც იქნება. დღევანდელ შეხვედრაში როგორც ჩანს, იტალიელები გაცილებით უფრო მოტივირებული გამოვიდნენ და ამას ჰქონდა თავის მიზეზი გამომდინარე იქიდან, რომ მათ სასტარტო შეხვედრა ბერძნებთან წააგეს, ჩვენ
მოვიგეთ ესპანელებთან სტარტი ქონდა ფანტასტიკური და შესაძლოა დღეს ვერ მოვახერხეთ ისე განწყობა, როგორც საჭირო იყო ამ მატჩისთვის. თუმცა ქართველი გულშემატკივარი ისევ ტრიბუნაზეა და სულ რამდენიმე წამში ბიჭები დატოვებენ ბუნებრივია დარბაზს. მე არ მინდა რომ ვინმე მიფიქროთ რომ ამ მარცხით ჩვენ რაღაცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩით არავითარ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი შანსი გავიდეთ შემდგომ ეტაპზე, ძალიან მაგარი შანსი რომ აი ამ ბიჭებმა ითამაშონ რიგაში და შესაბამისად აი ეს გულშემატკივარიც გადაყვეს რიგაში. გულშემატკივარი რომელიც მიუხედავად ტაბლოზე დაფიქსირებულია ანგარიშისა ერთგულად გულშემატკივრობს საქართველოს ნაკრებს, ასე იყო ესპანელებთან დაპირისპირებაში, ასე იყო დღეს და ასე იქნება მომდევნო მატჩებში. მოკლედ მადლობა რომ იყავით თქვენთან ერთად. მე რა რომ წავაგეთ ყველაფერი წინ არის და ჩემი აზრით ჩვენ გვაქვს რეალური შანსი იმისა რომ მინიმუმ 2 მატჩი ლიმასოლში მოვიგოთ. ასე რომ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ბუნებრივია YouTube არხი დვალიშვილთან მუდმივად იქნება მოვლენათა ეპიცენტრში. მეტოქის დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ მეორე ნახევარში რიტმი და სათამაშო უპირატესობა დავკარგეთ. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. უნდა შევძლოთ გუნდის უკეთ ორგანიზება, ტემპის მართვა. რამდენიმე ეპიზოდში ნაჩქარევად ვიმოქმედეთ. ბურთი საკმარისად არ შევინარჩუნეთ. დაცვაში კი როტაციები დაგვაგვიანდა. ასეთი დეტალებიც ხდება შედეგი. როგორც ველოდით, რთული თამაში იყო. თავიდანვე გაგვექსენდა და ძალიან ბევრი ენერგიის დახარჯვა მოგვიწია ამ ქულის დაკაჩვებში. ძალიან ბევრი ენერგია წაიღო და ამიტომ გაგვიჭირდა ბოლომდე თამაში მეოთხე ტაიმში ესე რომ ვქვა ცოტა მოვიშალეთ ტაქტიკურად არა უფრო ფიზიკურად უფრო მოვიშალეთ და პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო გულშემატკივარს მთელი თამაში არ გაჩერებულა და ძალიან დიდი პოზიტივი იყო ჩვენთვის და მადლობა გულშემატკივარს ვინც აქ იმყოფება ძალიან დიდი პოზიტივია ეს ჩვენთვის და რა თქმა უნდა ამ დამარცხებით არაფერი არ იცვლება ძალიან დიდი შანსი გვაქვს ჯგუფიდან გასვლის რაც ჩვენი პირველი მიზანია და ყველაფერს გავაკეთეთ ამისთვის ბრძოლა გზერდება რა თქმა უნდა თავები მაღლა I had the pleasure to coach him. ყველაფერი წინ გვაქვს, კიდევ 3 თამაშია, საწყისი 2 მატჩის შემდეგ მოგება და წაგება გვაქვს. ვიცი ჩვენი მიზანი და მისი მიღწევისთვის მოედანზე ყველაფერს გავაკეთეთ. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რომ შედეგს მივაღწიოთ. I was kind of close to the program where he grew up. რაც შეეხება იტალია-საქართველოს დაპირისპირებას, ვერაფრით ვერაული გვერდს იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა მატჩის მიწურულს და კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამ ინციდენტში მთავარი მოქმედი პირი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და უდაო ლიდერი თორნიკე შენგელია. თორნიკე არა მარტო ქართული კალათბურთის ლიდერია, არამედ ზოგადად ევროპულ კალათბურთში გამორჩეული და ავტორიტეტული ფიგურაა და მისგან ბუნებრივია გულშემატკივარს არ არის გულშემატკივარი შეჩვეული ისეთ ქმედებას, რაც განახორციელა თორნიკემ რეალურად სიტყვიერის შეურაცხყოფა მიაყენა მატჩის არბიტრებს თან ისე რომ აბსოლუტურად ყველამ გაიგო ბუნებრივია, თუმცა ამას ჰქონდა წინაპირობა, ოღონდ არ იფიქროთ, რომ მე ერთი წუთით მაინც ვამართლებ ამ ქმედებას დარწმუნებული ვარ, ვერავინ ვერ გაამართლებს იმ ქმედებას, რომელიც ჩაიდინა თორნიკე შენგელიამ. პირველ რიგში თავად თორნიკე, იმიტომ რომ უაღრესად კარგი, მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა, თუმცა ის დღე, მოდით ესე ვთქვათ, არ იყო მისი დღე, არ წაუვიდა თამაში, პლუს ამ ყველაფერს დაერთო ზემოდან ის, რომ მსაჯებმა ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და შესაბამისად აი ეს დაგროვილმა ემოციამ ერთიანად იფეთქა მატჩის მიწურულს და მოხდა ის, რაც მოხდა, თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ესეც არაერთხელ აღნიშნე, თორნიკე შენგელიამ პრაქტიკულად ყველა ქართველის სათქმელი უთხრა მსაჯებს იმ 5 წამში, როდესაც ვითარდებოდა ეს მოვლენები და ბუნებრივია ამის შემდეგ მას დაატოვებინეს დარბაზი, თუმცა ჩემთვის პირადად იტალიელებთან გამართული მატჩის შედეგზე მნიშვნელოვანი იყო თუ რა ვერდიქტს გამოუტანდნენ თორნიკე შენგელიას მატჩის შემდგომ. იმ დღეს არანაირი სიახლე არ გავრცელდა აბსოლუტურად, თუმცა მეორე დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი და საბედნიერო იყო, თორნიკე შენგელია დაისაჯა მხოლოდ ფულადი ჯარიმით და არა დისკვალიფიკაციით და ეს მართლაც 100 მნიშვნელობის იყო საქართველოს ნაკრებისთვის და თითოეული
საქართველისთვის, ვინც გულშემატკივრობს ჩვენს გუნდს და მე ღრმად წამს რომ ასეთია მთელი საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ წინ კიდევ სამი შეხვედრა გვქონდა ჩასატარებელი საბერძნეთთან, კვიპროსთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და თორნიკეს არ ყოფნა ძალიან დიდ პრობლემებს შექმნიდა რასაკვირველია სათამაშო ტაქტიკაშიც, ზოგადად ფსიქოლოგიური დატვირთვის კუთხითაც და ძალიან მაგარია ის რომ მოკლედ თორნიკე დაისაჯა ფინანსურად და არ მიუციათ მისთვის დისკვალიფიკაცია და არ გამოატოვებინეს თამაშები, თუმცა იყო საშიშროება იმისა, რომ მას საერთოდ აღარ ეთამაშა ამ ევრობასკეტზე და მოკლედ ამ ყველაფერს გადავრჩით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის. ეს იყო ერთ-ერთი სასიხარულო და ალბათ უფრო ერთადერთი სასიხარულო ინფორმაცია საბერძნეთის ნაკრების матჩის წინ და შესაბამისად ჩვენ უკვე ვიცოდით ვიდრე დაიწყებოდა შეხვედრა რომ თორნიკე შენგელია იქნებოდა მოედანზე და ჩაატარებდა ამ შეხვედრას. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით YouTube არხზე დვალიშვილთან და ისევ ტრადიციულად რა თქმა უნდა ლიმასოლიდან, სადაც ჩვენ ვიქნებით 5 სექტემბრის ჩათვლით, რადგან საქართველოს ნაკრებს კიდევ რამდენიმე პრინციპული შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, რამდენიმე კერძოდ კი 3 აქედან 1 სულ რამდენიმე საათში, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ კი, თბილისის დროით 4 საათზე დაიწყება და ბუნებრივია მოლოდინი დიდი გვაქვს, თუმცა ვიდრე დღევანდელ ვიდეოში მნიშვნელოვან საკითხებზე დავიწყებთ საუბარს, რაზეც მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი YouTube არხის დვალიშვილთან და ზოგადად ჩვენი პლატფორმების გენერალური სპონსორია კომპანია Leader Sport-ი, სპონსორები კი არიან კომპანია Lagi და კომპანია Vitamini და ყველა იმ ვიდეოს, რომელსაც ჩვენ გავუძლებთ ლინკისთან ამ ვიდეოების წარმდგენი გახლავთ კომპანია არქი. მოდი დავიწყოთ დღეს საუბარი იმ თემით, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის თორნიკე შენგელია და მისი დისკვალიფიკაციის საკითხი, რომელიც ავიცილეთ, რაც თავარია თავიდან თქვენ იცით, რომ გუშინ საქართველოსა და იტალიის ნაკრებთა დაპირისპირების ბოლო წუთებზე თორნიკემ ვეღარ მოახერხა ნერვების მოთოქვა და შესაბამისად საჯების მიერ პრაქტიკულად მთელი თამაშის განმავლობაში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები ერთიანად გააპროტესტა და თქვა ალბათ ყველა იმ ქართველის სათქმელი, რომელიც იყო დარბაზში და რომელიც იყო ტელეეკრანებთან, მან საკმაოდ მძაფრად გამოხატა თავისი რეაქცია სამივე მსაჯის მიმართ და ამას მოყვა ბუნებრივია საფასუხო რეაქცია იმისა, რომ თორნიკე შენგელიას დაატოვებინეს დარბაზი. თუმცა დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაც ძალიან კარგია, ეს არის ის, რომ თორნიკე გადაიხდის მხოლოდ ფულად ჯარიმას, დასაჯეს მხოლოდ ფულადი ჯარიმით და არა დისკვალიფიკაციით, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრების კაპიტნის მოედანზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი კალათბურთელებისთვის, ქართველებისთვის და იმ შედეგისთვის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივახციოთ ლიმასოლში და გადავლახოთ ეს ლიმასოლის ბარიერი და გადავინაცოთ უკვე რიგაში და იქ განვაგზოთ თამაშები. რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას ბერძნებთან ძალიან მძიმე ორთაბრძოლის გამართვა გველის, ეს არის ტერიტორია, სადაც ბერძენი და ქართველი გულშემატკივრები ჯერჯერობით თამაშის დაწყებამდე ერთად იმყოფებიან და ძალიან ძლიერი გუნდი ყავს საბერძნეთის ნაკრებს, რომელმაც გუშინ თავისი ლიდერის იანისის გარეშე დაამარცხა კვიპროსის ნაკრები. ყოველგვარი ძალების მობილიზების გარეშე უმარტივესი გამარჯვება მოიპოვა და გუშინ ანტეტოკუმპო იანის გულისხმობ ამ შემთხვევაში ნაკრების მთავარმომცემლმა დაასვენა, თუმცა ორივე მისი ძმა იყო მოედანზე, მიუხედავად ამისა განსაკუთრებული არაფერი შემოუთავაზებიათ მათ და როგორც უკვე აღნიშნე ბერძნებმაც ეს დაგეგმილი გამარჯვება მასპინძელ კვიპროსის ნაკრებთან, რომელიც აშკარად და უდაოდ ყველაზე სუსტი გუნდია, მოიპოვა ეს გამარჯვება და დღეს უკვე ემზადება საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ და მე ვფიქრობ, რომ დღეს ითამაშებს იანისთან ერთად, რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ჩვენ ასევე მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ, აუცილებელია ნერვების მოთოქვა, აუცილებელია ემოციების მართვა, თუ ჩვენ გვაქვს
სურვილი რომ გადავინაცვლოთ რიგაში და უკვე იქ განვაგრძოთ ასპარეზობა. მოკლედ, ძალიან მალე დაიწყება საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთან დაპირისპირება და იმედი ვიქონიოთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში ქართველები გამარჯვებას მოიპოვებენ და კიდევ ერთხელ გაახარებენ აი იმ ქართველ გულშემატკივარს, რომელიც აქ იმყოფება და ბუნებრივია ყოველდღიურად მატულობს და მატულობს ქართველი გულშემატკივრების რაოდენობა, რა ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია პირველ რიგში ქართველი კალათბურთელებისთვის. მოკლედ, გემშვიდობებით დროებით, იმიტომ რომ ჩვენ უახლოეს საათებში რასაკვირველია დარბაზიდანაც შემოგთავაზებთ საინტერესო ვიდეოებს. აქვე მინდა ისიც გითხრათ, რომ იტალიელებთან გამართული შეხვედრის პრესკონფერენციაზე ჯიკიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერძნებთან შეხვედრა იქნებოდა გადახალისებული შემადგენლობით და ბერძნებთან იგი მისცემდა ქართულ კალათბურთელებს დასვენების საშუალებას, განსაკუთრებით მათ, ვიზეც რეალურად მოდის მთელი ეს წნეხი და დატვირთვა სათამაშო კუთხით და მოკლედ ასეც მოხდა. საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ ჯიკიჩმა რეალურად გოგა ბითაძე საერთოდ არ გამოიყვანა მოედანზე, ვიხილეთ სასტარტოში თორნიკე შენგელია, რაც ძალიან მაგარი იყო და კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ მას დისკვალიფიკაცია არ ქონდა და მოკლედ იყო და ითამაშებდა ყველა დანარჩენ შეხვედრას და აქედან გამომდინარე აი ამ მთელი თამაშის განმავლობაში ჯიკიჩი ცდილობდა შემადგენლობის ცვლილებას, მიეცათ საშუალება ახალგაზრდა კალათბურთელებს რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ თამაშში და ძალიან მაგარია ესეც იმ კუთხით რომ სწორედ აი იმ დონის ნაკრებთან როგორც არის საბერძნეთი ალბათ ეგეთი დონის ნაკრებთან უნდა მიიღონ ახალგაზრდა მოთამაშეებმა გამოცდილება ამ ფონზე კი საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა მამუკელაშვილმა 14 ქულით და 11 ქულა მოაგროვეს სანაძემ და შერმადინმა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კალათბურთელების კომენტარები რომლებიც გააკეთეს მათ უკვე დასრულებული და წაგებული თამაშის შემდეგ მოედანზე გავედით, გვინდა რომ საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა, მაგრამ რა თქმა უნდა, ესეთი დიდი დაკრისის გამო ვერ გამონდა კარგი თამაში, მაგრამ ტაქტიკის მასალაა ყველაფერი და გეგმის მიხედვით მივდივართ. ეს რა თქმა ერთი მოგება გვაქვს და წინ ძალიან სატურნიროს წლის განმავლობაში კარგი მდგომარეობაში ვართ, საკმაოდ შეგვიძლია კარგი ადგილით გავიდეთ ჩვენი სოციუმი. ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ეს თავდასხმაში და ეს დაცვაში და რა თქმა უნდა ორი თამაში გვაქვს დარჩენილი და ეს ორი თამაში გასაგებია გამოვეჭოდა 100%-ად და მოვამზადებით ხვანდელ გვაქვს და შემდეგ თამაშისთვის ჩემი საზოგადოება ბერძნებთან წაგებული თამაშის შემდეგ აი ეს არჩეული ტაქტიკა და სტრატეგიული ნაბიჯი რომელიც გადადგა ჯიკიჩმა მე გულისხმობ ლიდერების დასვენებას სწორი იყო და მართებული თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა ჩვენ ამას გავიგებთ მხოლოდ 2 და 4 სექტემბრის მატჩების შემდეგ, თუმცა მინდა ვირწმუნო, რომ აი ჯიკიჩის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი და ეს არჩეული სტრატეგია მართებული იქნება, რადგან ჩვენ მოვიგებთ კვიპროსთანაც და ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც, თუმცა ბუნებრივია ამ სტრატეგიამ გააჩინა ბევრი კითხვა, ბევრი უკმაყოფილო დატოვა, მაგრამ არის მედალიონის მეორე მხარე და ამ ყველაფრის შესახებ ისაუბრა ჯიკიჩმა უშუალოდ პრესკონფერენციაზე პრაქტიკულად ყველაზე დიდი აქცენტი გააკეთა სწორედ აი ამ თემის ირგვლივ თუ რატომ აარჩია საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება რომ დაესვენებინა ლიდერები და მიეცა საშუალება ეთამაშათ სხვა კალათბურთელებს მათ შორის ახალგაზრდა კალათბურთელებსაც იტალიის თამაშის მერე გქონდა ორი გამოსავალი. პირველი ის რომ დღეს ბოლომდე გვებრძოლა და მეორე რომ დღეს თავი დაგვეზოგა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, წაგება არც მე მომწონს და არც მოთამაშეებს. ჩვენ ვიცით რა შეგვიძლია და რა სახის ამოცანის შესრულება შეგვიძლია. გვყავს რამდენიმე მოთამაშე მიკროტრამვით. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ასეთი შემადგენლობით გვეთამაშა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მე ჩავთვალე საჭიროდ რომ ჩემ კალათბურთელებს დაესვენათ და მომდევნო ორი თამაშისთვის 100%-ით მზადყოფნაში ყოფილიყვნენ. ამასთან მივეცით საშუალება ახალგაზრდა კალათბურთელებს რომ ეთამაშათ და ეგრძნოთ რას ნიშნავს ნამდვილ მეტოქესთან თამაში. აღარ
ჩამოთვლი იმ კალათბურთელებს, რომლებიც თამაშობენ საბერძნეთის ნაკრებში და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან დიდი გამოცდილებაა. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, მასთან დაკავშირებით არ მოგაწვდით არანაირ ინფორმაციას გარდა იმისა, რომ მომდევნო ორ თამაში იგი მოედანზე იქნება. მე არ მეგულება ყოველ შემთხვევაში გუნდი და სპორტსმენი დედამიწის ზურგზე, რომელსაც უხარია მარცხი და წაგება და ბუნებრივია ამ ხრივ გამონაკლისი არც საქართველოს ნაკრები და ქართველი კალათბურთელები არიან და აი ამ სცენარმა საბერძნეთის ნაკრებთან ჩატარებული მატჩის სცენარმა და შედეგმა ბუნებრივია ბევრი დატოვა უკმაყოფილო და მათ ვერავინ ვერ გაამტყუნებს, თუმცა აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ვერავინ ვერ გაამტყუნებს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც, რომელმაც როგორც პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარიდან გაიგე ძალიან კარგად ახსნა თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებლობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მე ღრმად მწამს, რომ საქართველოს ნაკრები გადალახავს ჯგუფურ ეტაპს და ჩვენ გავაგზავნებთ თამაშს უკვე რიგაში, თუმცა თუ კი ეს ასე არ მოხდა, ამაზრისგან მე ძალიან შორს ვარ ისევე როგორც თითოეული თქვენგანი, მაშინ ალბათ უკვე უკმაყოფილება ჯიკიჩის მიერ თავისთავად ცხადია ძალიან დიდი იქნება, თუმცა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება ჩვენთან კომენტარში ახსნა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემაც. სამსწავლო შტაბის სამედიცინო გუნდის გადაწყვეტილება იყო ესეთი, რომ შემდეგი ორი თამაში გვაქვს აუცილებლად მოსაგები და დღეს ეს მიკროტრაუმები აწუხეთ ბიჭებს და მნიშვნელოვანია, რომ დღეს არ გაგვერისკა დღეს რო თქვა შემდეგ ორ თამაშზე შეგვიძლია გამოკლებოდა და ამიტომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს გუნდში და ვფიქრობ, რომ ჩვენი ამასანაც ის არის, რომ გუნდიდან გავიდეთ და მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ გუშინ თამაში ჰქონდა და დღესაც და ბერძნებსაც იგივე გრაფიკი უნდა თქონდა, მაგრამ ეს თქო შედარებით იოლი გასეინება ჰქონდა გუშინ ატეტო გუნდსაც არც უთამაშია და აქედან გამომდინარე უფრო დიდი რისკი იყო ჩვენი მხრიდან, რომ რამდენი ხანია ვწვალობთ, რომ ეს მიკროტრაუმები რაღაცა მოიშოშონ ბიჭებმა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს გუნდმა დაისვენა, არ უვარჯიშია, არ ქონია ოფიციალური ვარჯიში, შესაბამისად ვერ შემოგთავაზებთ ახალ კომენტარებსაც დღევანდელ ვიდეოში, თუმცა ვფიქრობ საკმაოდ ამომწურავად შევაჯამეთ 30 და 31 აგვისტოს შეხვედრები და აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რისთვის ჩამოვდიოდით აქ, თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა 2 და 4 სექტემბრის შეხვედრები, შესაბამისად მასპინძელ კვიპროსთან და ჩვენს უშუალო კონკურენტთან, ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და პრინციპში ასეც არის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვიგეთ ესპანეთის ნაკრებთან სასტარტო შეხვედრაში, მაინც მოგვიწევს ბრძოლა და გამარჯვების მოპოვება დარჩენილ ორ მატჩი და განსაკუთრებით მძიმე ორთაბრძოლას უნდა ველოდოთ 4 სექტემბრის შეხვედრაში, როდესაც მოედანზე შევხვდებით ბოსნია-ჰერცეგოვინის ძალიან ძლიერ და კარგად ორგანიზებულ ნაკრებს, თუმცა მე ღრმად ვწამს, რომ ამ ბარიერის გადალახვა საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს შეუძლიათ და შეძლებენ კიდეც. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო, მე ის გადამრჩენია თქვენ შეგახსენოთ, რომ ჩვენი YouTube არხის დვალიშულთან გენერალური სპონსორია, ისევე როგორც თითოეული ჩვენი პლატფორმის კომპანია ლიდერ სპორტი, უდაო ლიდერი თავის სფეროში და ასევე ჩვენი სპონსორები არიან ლიდერი კომპანიები, კომპანია ლაგი და კომპანია ვიტამინი. ამ ვიდეოს კი ისევე როგორც სხვა დანარჩენ ვიდეოს, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ ლიმასოლიდან, წარმოგიდგენთ კომპანია არქი, ასევე უდაო და უპირობო ლიდერი თავის სფეროში. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, მე გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. თუმცა არ დაგავიწყეთ, გამოგყვევით, გამოიწერეთ YouTube არხი დვალიშულთან, ბევრ საინტერესო სიახლეს, საინტერესო ვიდეოს და რასაკვირველია ექსკლუზიურ ინტერვიუს იხილავთ. მადლობა და ნახვამდის.